მოგესალმებით რადიოს მემბლო, ეს არის ფინანსური კვირა, ტრეიდერების აბთან ერთად. მე რატი ქირა გახლავართ, ტრეიდერების აბის ხელმძღვანელი და ამჯერად ჩემთან ერთად იმყოფება ტრეიდერების აბის გუნდის წევრი ლაშა მელიქიშვილი, ტრეიდერების აბის მენტორი და ანალიტიკოსი. გამარჯობა ლაშა. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ამბები მოხდა, წინა ხუთშაბათს ჩვენი აქტივობის გამო, რომელიც ზამთრის ბანაკი ვერ გავიდა ჩვენი გადაცემა, ამიტომ მეც მომენატრა ეს პირველი ჩავარდნილი კვირა. ამიტომ დღეს გვინდა რომ ბევრი ვისაუბროთ საინტერესო ფაქტებზე და იმ მოვლენებზე, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ტრენდშია და პოპულარულია, იმიტომ რომ იგრძნობა დაძაბულობა ბაზარზე, განსაკუთრებით როცა ირანთან ახლოს არის თუნდაც მიმდგარი გემები. სანამ ამ უფრო ცხელ თემებს მიუბრუნდებით, მოდი დავიწყოთ შენგან, რა ინფორმაციები შეგვიძლია რომ გაგვიზიარო და თან ვიმსჯელოთ ამ ყველა ინფორმაციაზე და ჩავყვეთ დეტალურად ყველა ინფორმაციას. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს მომზადებული მაქვს სამი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც უნდა დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე. ხო, მე ვიცი რომ ინფორმაცია გაქვს ნავთობზეც, გაქვს სხვა კომპანიებზე, ამიტომ როგორც მოგვიხერხდება, მოდი ყველაფერი გავარჩიოთ და მე რაღაცად გავყვეთ დეტალურად, რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად რამდენიმე თვის განმავლობაში სოფლიოში. დიახ, პირველი ინფორმაცია შეეხება ზუსტად ნავთობის ფასის კრებას, მას შემდეგ რაც 7 თვიანი მაქსიმუმი დააფიქსირა. შემცირება მოყვა ირანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თეირანი მზადაა გადადგას ყველა ნაბიჯი შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად. კვირის ბოლოს დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებების წინ. ხო, ძალიან საინტერესო არის გამბავი, იმიტომ რომ ეხაც რო ვაკვირდები ნავთობის ფასი ნამდვილად ცუდად გამოიყურება, იმიტომ რომ ერთი ბარელის ღირებულობა ამ ეტაპზე $69.66 არის. მაშინ როცა ზუსტად თუნდაც რო ვთქვათ კვირის დასაწყისში ნავთობის ღირებულობა მსოფლიო ბაზარზე იყო, მისი მაქსიმალური ღირებულობა იყო დაახლოებით $72. იმიტომ რომ ზოგადად ნავთობში ნებისმიერი 1 ცენტიც კი და $1 რა თქმა უნდა ძალიან სენსიტიური არის, იმიტომ რომ მთლიანად გადაედება მე შემდგომ. საგანგაშო ინფორმაცია დაღინიშნება. კი, ნამდვილად ეს არის, თან ბარემ გეოპოლიტიკური ამბავიც რომ მივამატოთ მაგ ნავთობის ამბავს, ის არის რომ კი ირანს უნდა რაღაც დალაგება, მაგრამ თან ამავდროულად მე რაც მოვისმინე მათი ეწებული თავდაცვის გენერალური ხელმძღვანელის მიერ რაღაცად უფრო მუქარა რაც შეძახილი რომ არც ერთი ირანელი არ დათმობს და ასე შემდგომ. გასაგებია რომ პირველ რიგში ირანთან ეს რაც ხდება დაძაბულობა გამოწვეული არის იმ მასობრივი მკვლელობებით, რაც მოხდა აქციების განმავლობაში, რაზეც მან გააფრთხილა პირდაპირ ტრამპის მოთხოვნა იყო და გაფრთხილება იყო, რომ თუ დარბევა იყო და არ ბიე, მაგრამ არ მოკლა მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ არ ვიცი, უმოწყალოდ მოკლეს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და გვახსოვს ჩვენს ქართულ მედიაში, რომ არაერთი გამოხმარება მოყვა. მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვარ ხოლმე უფრო მაქსიმალურად კრიტიკული იმ ფაქტის მიმართ, რომ ეს მარტო აქციების გამო არ ხდება, რა თქმა უნდა, ბევრი დამეთანხმება, რომ აქ ზურგს უკან იმალება თუნდაც ირანის ის ბუნებრივი შესაძლებლობები, რაც მას რეალურად გააჩნია. რაც ნავთობს აღნიშნავს. კი, რა თქმა უნდა, ნავთობი, გაზი, სხვადასხვა ეგეთი საინტერესო ფაქტი არის, რომ ირანში კრიპტოს მაინინგი, ანუ ერთი ეგრეთწოდებული ბიტკოინი რო გამოიმუშაო, დაახლოებით ჩდება $1500-მდე. მაინინგი პრაქტიკულად უფასო არის ირანში და ამ დროს შეგვიძლია რომ ეს ერთი ბიტკოინი მე უკვე გამოიტანო თუნდაც ბაზარზე და გაყიდო ამ ეტაპზე სულ რაღაც $68,000-ად, ანუ რამხელა გეპი არის მოგება შორის. და რომ გვაძლევს ეს ყველაფერი. კი, ბიტკოინზეც გვექნება ძალიან ბევრი საუბარი, უნდა განვავრცოთ ეს ყველა თემა და ნავთობის მდგომარეობა, სხვადასხვა მე მქონდა ამაზე პატარა ვიდეოსავით ჩაწერილი, რომ თუ რეალურად ირანს თავს დაესხმევა ამერიკა და მოხდება თუნდაც თავრობის ცვლილება, პირველ რიგში რა თქმა უნდა, როგორც დავიწყეთ ეს ინფორმაცია ამბავი ის არის, რომ აუცილებლად გაძლიერდება ნავთობი, ამას მოყვება რა თქმა უნდა ბენზინი, დიზელი, შემდგომ გაზი, თხევადი გაზი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ოქრო.
ერთ დამატებით ინფორმაციას ვიტყვი კიდევ. ამას წინათ შეხვდა ინფორმაცია, რომ ვენესუელადან მოხდა ნავთობის გადატანა უკვე ისრაელში და ეს ფაქტიც ამერიკა ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს და ეს ფაქტიც ძალიან საყურადღებოა ნავთობთან მიმართებაში. ხო, კი, ნამდვილად მართალი ხარ. ეს თემა ასევე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს თემა მათ შორის ებმევა ჩვენს საინფორმაციო და ფინანსურ პლატფორმაზე BBG-ზე არსებულ ინფორმაციას, რაც არის Tidewaters აქციების ფასების ზრდა. იმიტომ რომ ეს კომპანია თან რო აუხსნათ არის ოფშორული მომსახურების გემების ოპერატორი კომპანია. და ოფშორი მაინც არ ნიშნავს ცუდს, ზოგადად ოფშორი ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე კანონმდებლობა არის ძალიან რბილი და ამით ეძლევა ძალიან ბევრ წამყვან კომპანიას თუნდაც უფრო მეტი მოგება მიიღოს და უფრო მეტად თუნდაც ხელფასში გადაიწეროს ეს ყველაფერი. მაგრამ ეს კომპანია იმით არის საინტერესო, მაინცად რასაც ახლა ვახსენებ, რომ ვენესუელა ახსენე, იქვე არის ვენესუელასთან ძალიან ახლოს ეს კომპანია თავისი აქტიობებით და იქვე როაბო გულისხმობ ბრაზილიას არც ნამდვილად შორს არ არიან და იმდენად ანალიტიკოსების მოლოდინით რეალურად მესამე კვარტლის მოულოდნელი ზარალის შემდეგ ანუ Tidewaters კვლავ მომგებიანი გახდება და თითო აქცია 79 ცენტის მოგება EPS-ი აჩვენა და მაგის გარდა რეალურად კომპანიამ ბრაზილიის ბაზარზე შესასვლელად $500 მილიონი ღირებულების სტრატეგიული ფსონი დადო, რამაც ბაზრის ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ანუ რო ავხსნათ უფრო მარტივი ენით, ამ კომპანიას აი ამ ბრაზილიამდე და აი ამ დალაგებული ოპერატორ კომპანიების პროცესში ხო რეალურად რეგიონში ყავდა 6 გემი და უცბად გაუჩნდა 28 გემი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკაში მომატებული არის ნავთობის გადამზიდი გემების რაოდენობა 6-დან 28-მდე. ამიტომ ვერ გამოვრიცხავ, რომ კი, იმიტომ რომ Tidewaters საკმაოდ ცნობილი კომპანია გლობალურ ბაზარზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს, როგორც Apple და Nvidia, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რატომ ესე უცბად ბრაზილია, იქვე ხომ არ არის ვენესუელა, იქვე ხომ არ არის სხვა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები და ხომ არ არის ინტერესი, რომ მე მოეჭველი გამოჩნდება სადაც ბოლოს, რომ თურმე ეს კომპანია ნელა უკვე იმათაც ემსახურება და შემდგომ. ამიტომ ხო, რაღაცად იბუსტება ბაზარი და ნამდვილად რაც ახსენეთ თუნდაც ვენესუელაზე, ნამდვილად არის გასაოცარი და რაღაცა მოულოდნელი ინფორმაცია ჩემთვის. კიდევ რა გვაქვს ისეთი საინტერესო? მეორე ინფორმაცია შეეხება უშუალოდ კომპანია Zoom-ს, თუ გახსოვს პანდემიის დროს. ძალიან ცნობილი კომპანია Zoom-ი. Zoom-ში ჩაგერთვები და Google Meeting-ი და Zoom-ი. უნდა გამოაქვეყნოს კვარტალური ანგარიშები და ანალიტიკოსების პროგნოზით კომპანიის კვარტალური შემოსავალი $1.23 მილიარდი იზრდება. კარგი ამბავია ეგ, იმიტომ რომ Zoom-მა სხვადასხვის COVID პანდემიის დროს გამოფხიზლდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი განახლებები გააკეთა, თავიდან პატივი გვცა რაღაცები იყო უფასო, დროები მოუმატა და მე რა თქმა უნდა გახდა ფასიანი, მაგრამ სხვადასხვის ბოდიში ერთ დეტალსაც დავამატებ, კომპანია Zoom-ი ცდილობს შევიდეს AI სფეროშიც და ცდილობს რომ ლიდერი კომპანია გახდეს AI მიმართულებით, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ხო, ეგ მაინტერესებდა რომ მეკითხამეთ. ზუსტად გასულ წელთან შედარებით ეს კვარტალური ანგარიში 4.24%-ით არის უკვე გაზრდილით. არ მიგვრის, ესე იგი Zoom-იც ერთვება რეალურად ამ აქტიობებში, რომელიც არის თუნდაც AI მიმართულებით კონკრეტული კვერით ნაბიჯებს გადადგა. სანამ მოვდიოდით ჩვენმა გუნდის წევრმა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად არის ხოლმე ჩვენთან ერთად ნიკა ძირძივაც, ემითხა რომ Nvidia-ს შემოსავლები გამოაცხადეო რადიოშიო, ისეო არ გამოხვიდეო, იმიტომ რომ Nvidia-ს შემოსავლები ზუსტად რომ უკვე გამოქვეყნებული არის. ანუ შეიძლება რომ როგორც არის რომ ანუ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ბაზარი, ამერიკის ბაზარი ჩაირთვება, რომ გაიხსნება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა 1 საათსა და 50 წუთში, თუმცა ბევრი კომპანია ყოველთვის აცხადებს ხოლმე ბაზრის გახსნამდე თავიანთ შემოსავლებს. ამ მომენტში რო ვაკვირდები რა ხდება შემოსავლებში, იმედია რომ ნიკოლოზი მისმენს, ის არის რომ მოსალოდნელი იყო 66.13 მილიარდი შემოსავალი
მაგრამ რეალურად თურმე Nvidia-მ 68.13 მილიარდი შემოსავალი დააფიქსირა, ანუ 2 მილიარდით მეტობა აქვს. ნუ ნიშნავს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტზე გამახსენა თან Nvidia და ამიტომ Nvidia ვიცით რომ ძალიან მოწინავე არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მსოფლიოში და ამ ეტაპზე დღესდღეობით კვლავ ნომერ პირველი ყველაზე ძვირიანი კომპანია არის 4.7 ტრილიონიანი ამ კომპანიის ჩამოიღრმობა. გითხრათ, ანუ თუ არის უკვე კომპანიაში ზრდა წინა მარკეტის პრემარკეტის შემთხვევაში? პრემარკეტის შემთხვევაში, აი ახლა რას უყურებ, კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა არის. გუშინ Nvidia-ს აქციები, თითო აქცია დაიხურა $195-ზე და ახლა სანამ ბაზარი გაიხსნება, რასაც ვეძახით პრემარკეტზე უკვე Nvidia-ს აქციები ვაჭრება $198-ზე. ანუ მისი მდგომარეობა უკვე გაზრდილია $3. როგორც კი თითქმის 2 საათში მოდიო დავამგვალოთ, როცა გაიხსნება ბაზარი, მე თქმა უნდა მოლოდინი უფრო მაღალია, იმიტომ რომ როცა კომპანიას აქვს მეტობა შემოსავლებში, ვიდრე პროგნოზირებული ქონდა, ის გვეუბნება იმას, რომ ამ კომპანიის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და მისასალმებელი იქნება ინვესტორების მხრიდან. მოდი მესამე კი ბატონო. მნიშვნელოვანი ინფორმაციასაც გავაჟღერებ, რომელიც ეხება უშუალოდ საინვესტიციო კომპანია Blue Owls. გერმანულმა გიგანტმა Deutsche Bank-მა საინვესტიციო კომპანია Blue Owl Capital-ის აქციების რეიტინგი ნეიტრალურამდე ჩამოაქვეითა. ბანკის ანალიტიკოსების განცხადებით, Blue Owl-ის ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში ძალიან შენელდა. აი რა შეგიძლია? ხო, Blue Owl-ის კომპანია ძალიან ისეთი საინვესტიციო კომპანია და უბრალოდ თან ვიხსენებ რა აქტივებს ფლობენ, იმიტომ რომ ამ კომპანიის მოკეთ საერთო მდგომარეობა ბაზარზე მთლად ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ რატო მიიღეს ეს გადაწყვეტილება მართლა ცოტა უცნაურია. მაგრამ Blue Owl-ი საკრედიტო სექტორში საკმაოდ ნელი ტემპით ახდენს კომპანიას ზრდას და ამის მიხედვით ანალიტიკოსებმა განმარტეს, რომ Blue Owl-ის ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში არის ძალიან შემცირებულიო და ამის მიხედვით შეამცირეს ნეიტრალურიდან. მოდი აბა უცბად გადავხედავ რა ღირდა კომპანიის აქციები კი, მაგრამ ესე რომ ცოტა არ იყოს აბუჩა დაიგდეს კომპანიის აქციის ღირებულება, იმიტომ რომ Blue Owl-ი ამ ეტაპზე ღირს $11 და საფონო ბირჟაზე, ნუ ამახ საუბარი ნიუ-იორკის საფონო ბირჟაზე. ნუ რა თქმა უნდა, რასაც შენ ამბობ და გვიზიარებ, ნამდვილად მართალია, რომ კომპანიის აქციების ფასები საგრძნობლად შემცირებულია, იმიტომ რომ ოდესღაც კომპანიის აქციების ღირებულება თუნდაც შარშან იანვარში იყო $25 და ანუ ესეთი ვარდნა გამოწვეული. ახლა შეხედავ შემოსავლებში აქვს საკმაოდ დიდი პრობლემები. ანუ შემოსავლებში აქვს პრობლემა, ნუ გვიწყობ იმას, რომ ახლა რო გადავხედო მთლიანი წლის პერიოდში გამოქვეყნებული შემოსავლების 70%-ში აქვს ნეგატიური მდგომარეობა და დივიდენდებსაც გაასცემს ეს კომპანია ერთ აქციაზე. და ერთ აქციაზე დივიდენდების რაოდენობა მომატებული აქვს 0.22 ცენტი არის, მაგრამ ნუ ეს ვერ უშველის ინვესტორის ინტერესი მარტო დივიდენდი არა, უნდა სტატისტიკური ზრდის მქონე კომპანიის მაჩვენებელი. მოდი ისიც განვმარტოთ, რომ რახან კომპანიის ღირებულება დაბალია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია შეიძლება კარგად ვერ ფუნქციონირებს. ეგეც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტი არის, კი მთლიანი კომპანიის ღირებულება $17 მილიარდი ღირებულებისაა. 2009 წელსაა დაარსებული ეს კომპანია, მაგრამ იცი რა არის უფრო მეტი მოეთხოვება საინვესტიციო კომპანიას. ხა როცა საინვესტიციო კომპანიას ვაუბრობთ, ეგრევე იმ წამსვე მახსენდება BlackRock-ი. და თუნდაც
Warren Buffett-ის Berkshire და ძალიან ბევრი კომპანია, ხო? ამიტომ Bank of America-ც, JP Morgan-იც, ამიტომ ცოტა მეტი მოგეთხოვება, იმიტომ რომ 2009 წლიდან დღემდე, რავი, მინიმუმ 10 წელზე მეტი მაინც გასული არის და უფრო მეტად უნდა იყო, ალბათ ჩემი აზრით მოტივირებულიო კომპანია გასარდო და რაღაცა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, მაგრამ ოკეი, ძალიან საინტერესო ფაქტია. კაი, მოდი აზიაშიც გადავინაცვლოთ ბარემ, იმიტომ რომ აზია მე მიყვარს აზიური ბაზარი და აზიაში მიმდინარე ძალიან საინტერესო ინფორმაციები, იმიტომ რომ ეგეთი ინფორმაცია არის, რომ ჰონგ-კონგში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მერვე თვეა იზრდება და ანალიტიკოსების 10%-ზე მეც უკვე ზრდას პროგნოზირებენ. ანუ 10%-იან ზრდაზე მეც პროგნოზირებენ, ნიშნავს იმას, რომ როგორც იქნა ჰონგ-კონგში ეკონომიკური ბჭყალებში ბუმი იწყება, იმიტომ რომ ჰონგ-კონგს ძალიან გაუჭირდა განსაკუთრებით COVID პანდემიის დროს და ჰქონდათ საკმაოდ სოლიდური ჩაორდნები, თუმცა საინვესტიციო ბანკებმა, როგორც ხდება ვახსენეთ JP Morgan-ის ეგრეთ წოდებული 2026 წლის ანალიტიკისთვის და მათ ჰქონდათ ანალიტიკა, რომ თუნდაც ჰონგ-კონგში ბინების ფასები უძრავი ქონების ღირებულობა გაიზრდებოდა 5-7%-ით, ახლა უკვე შეცვალეს და ამბობენ, რომ ეს იქნება 10-15%. საკმაოდ დიდი ცვლილება არის. გაორმაგებული არის წინა მოლოდინები და ახლა. თუნდაც Goldman Sachs-ის შემთხვევაში იგივე არის, რომ მოლოდინი 12%-მდეც კი აღწევს. და Morgan Stanley-ის შემთხვევაშიც ისიც დაახლოებით 10%-იან მატებას ვარაუდობს ამ ბაზარზე. ანუ ეს ყველაფერი გამოწვეული არის იმით, რომ პირველ რიგში სექტორის აღდგენა, უძრავი ქონების სექტორის აღდგენას ხარს უჭერდა საფონო ბაზარიც, იმიტომ ჰონგ-კონგის property index, ანუ უძრავი ქონების ინდექსი უკვე წელს უკვე 20%-ზე მეტად არის გაზრდილი და Goldman Sachs-მა გასულ კვირას რეალურად რეკომენდაციამდე აამაღლა არსებული მდგომარეობა და იდეაში ამ მიმართულებით, როცა საინვესტიციო კომპანიები ერევიან და ამობენ, რომ ეს ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, იდეაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გამოდის. სექტორის ხარაჭერის მიზნით ჰონგ-კონგმა მთავრობამ 2020 წლიდან უძრავი ქონების შეძენაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა და თავდაპირველი შენატანის მოთხოვნები შეამსუბუქა. იმიტომ რომ ჰონგ-კონგში იყო ოდესღაც ძალიან რთული უძრავი ქონების ყიდვა, თუ იმე დაინტერესებულია, ახლა უკვე გამარტივებულია უკვე ის 2020 წლიდან, თუმცა 2 წელია და აი ამ სამთავრობო მხარდაჭერამ, აი ამ კომპანიების ჩართულობამ, საინვესტიციო კომპანიების ჩართულობამ რეალურად მოხდა, რომ ჰონგ-კონგში უძრავი ქონების ღირებულობა კიდევ უფრო მატლობს და იდეაში უკვე იზრდება ფაქტობრივად შემოსავლების ფონზე. კი, თან კიდევ ერთი სტერეოტიპიც არის გავრცელებული მათ შორის საქართველოში, ხოლმე რომ რატომღაც მოსახლეობის X რაოდენობა ელოდება, რომ ბინები გაიაფთება და მერე ვიყიდი. ანუ იდეაში უძრავი ქონების გაიაფება არ არსებობს. შეიძლება ქირა იყოს და შემცირდეს, იმიტომ რომ ქირა ყოველთვის ლავირებს და მაგალითად როცა ჩვენთან შემოვიდა მასიურად უცხოელები, ბევრი მათ შორის აზიიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მაგ დროს მოხდა ბუმი და მე უკვე რეალურად დაინახა ყველამ, რომ უძრავი ქონების ფასი, რეალურად გასაყიდი ფასი არ შეიცვალა, მაგრამ ქირის ფასები მე რადიკალურად შემცირდა. გასაყიდი ფასი, რო ვთქვათ, ყოველ ეტაპზე, ანუ არ არის ძალიან დიდი მატება, მაგრამ ემატება და ემატება. დაკლებით არ არის. დაკლებით არ იკლება, ამიტომ ჰონგ-კონგშიც იგივეს გვეუბნებიან, რომ ბინის ღირებულობა არ მცირდება, არამედ პირიქით ემატება. მოკლედ ეს იყო სულ რაც დღეს შეგვეძლო რომ გაგვეზიარებინა. ვფიქრობ რომ გადავწვით ყველა ბაზარს, გეოპოლიტიკურ ამბავსაც და აზიასაც და ევროპასაც. ყველა ბაზარი მოვიხილეთ. კი ბატონო, მადლობა ლაშა საინტერესო ანალიზისის და საინტერესო ინფორმაციებისთვის და კი ჩვენ კიდე დაგემშვიდობებით რადიო სვენებლოს შემდგომ ხუთშაბათს შევხვდებით კვლავ და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას გაგიზიარებთ. მადლობა დროებით. კარგად ზანდებოდეთ.